ქარელში ახალი გარე განათება დამონტაჟდა, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, ძველი განათებები არასწორ ადგილებში იყო განთავსებული და ამასთანავე წყობრიდან გამოვიდა, რის გამოც გზის განათება კარგად ვერ ხდებოდა. გულიაშვილის თქმით, ახალი გარე განათება ბევრად უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. გარე განათების მოწყობისთვის ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99,629 ლარამდე დაიხარჯა. რაც შეეხება ქარელში მოსასვლელს, აქ აღნიშნული ძველი ბოძები, რაც იყო წყობიდან იყო გამოსული, იყო ავარიულ მდგომარეობაში, წაქცეული იყო რამოდენიმე. თან იყო ისეთ მიმართულებით განლაგება, რომ ძალიან შიგნით იყო ეს აღნიშნული ბოძები, ვერ ახდენდა გზის მონაკვეთის განათებას ნორმალურად, აქედან გამომდინარე გადაწყვიტა თვითონ აიპმა განათების მომსახურებას კეთილმოწყობის აიპი ახორციელებს და გადაწყვიტა, რომ შიდა თავანთი თანხით გაკეთებული იყო ეს აღნიშნული მიმართულება, გამოეცხადებინა ტენდერი და გაეკეთებინათ. გაკეთდა ახალი განათება, რაც დენსაც ნაკლებს მოიხმარს, ეს არის და თვითონ ბოძების განლაგებაც ისეთნაირად განლაგდა, რომ ღამის განმავლობაში უკეთესი ხილვადობა და ტრანსპორტის არ უჭირს გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. ქარელის გადასახვევიდან ქარელის ცენტრამდე გაკეთდა ეს